დროა გადატვირთული უსარგებლო წამებით. წვიმს და სევდის მომგვრელი ბინდისფერი ჟამი. წერწიან მარადიული აჩრდილები წამების დღეს სიმშვიდე სულისა ძნელია სატანი. როგორც იქნა შეიძრა, შიში იგრძნო მსოფლიომ, დაბინდული გონება ებრძვის დროის კამათლებს, იგრძნო რადგან სიცოცხლე უკვდავი არ ყოფილა, უარყოფა უფლისა რომ ხშირად არ ამართლებს, ჩვენ ირგვლივ კი სიკვდილის დაძრწის შავი გენია. დაძრწის შავი გენია მოცახცახე გვამების, გაგრძელდება როდემდის, ძნელი დასადგენია, პასუხს ვერ იძლევიან დღეს მსოფლიო მამები. ახლა დაუსრულებლად უნდა რეკდნენ ზარები, რომ უფლის ხმა გაცხადდეს მარადიულ ლოცვაში, ახლა მომხიბულელია მოლოდინი ქარების, ასეთ უიმედობის მღვრიეგარე მოცვაში. შიში სულის განწმენდის, როგორ უნდა გზარავდეს, როგორ უნდა დათრთვილოს მწუხარება მგონება, მერე რა რომ სიცოცხლე არ ყოფილა მარადი, როგორ უნდა დავეცეთ დღეს სიკვდილის მონებად. შიში თუნდაც სიკვდილის არ ამართლებს დაცემას, ამ გამღვრეულ ქაოსში ახალი მზის ფონია, არაქედის მოდრეკით, მით უმეტეს არც ცრემლით, სწორედ ახლა იქმნება მომავლის სიმფონია. როგორც უნდა ვინდომოთ, ბევრიც მოვიწადინოთ, რწმენა აპოკალიფსის ძნელად დასამტვრევია, შეგუება მოგვიწევს, არ იქნება ადვილი, ადის თავის ნიშნულზე სოფლიო მისტერი.